მოგესალმებით, პირველში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვქონდა კვლავინდებურად საქმე მოღალატეობრივ და კოლაბორაციულ განცხადებასთან, არ ვიცი ხა 21 საუკუნე არის და უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც არიან დაჰიპნოზებულები ივანიშვილის პროპაგანდით, მოუწოდებდი რომ დაგუგლონ მაინც, ხო? ნახონ, არა სოფლიოს უახლოეს ისტორია ნახონ, შეუძლებელია გაიმიჯნოს ერთმანეთსგან სახელმწიფოს ხელმძღვანელის, სამხედრო ძალები და სახელმწიფო. ეგეთ რამე არ არსებობს უბრალოდ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო პოლიტიკა, ასეთ ფენომენს არ ცნობს. აი მაგალითად, სერბეთმა რატომ მოუწია სამწუხაროდ ანუ კოსოვოზე უარის ხმა, ხო? ეს რატომ მოხდა, ხო? მილოშევიჩის გამო და მილოშევიჩი ხა ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო. განსხვავებით სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილისგან ის არც დემოკრატია არ იყო, არც ლეგიტიმურად არჩეული არ იყო, საერთოდ დიქტატორი იყო. ქონდა აბსოლუტურად ავტოკრატიული რეჟიმი დამყარებული, უსწორდებოდა თავის ოპონენტებს როგორც კრიმინალური, ასე ვთქვათ, კრიმინალური გზებით და მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, მილოშევიჩი საკუთარი სამხედრო დანაშაულების გამო იქნა დასჯილი და სერბეთიც იქნა დასჯილი და კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, იმიტომ რომ სწორედაც რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპით ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა დადგა ერთად თვითგამორკვევის უფლება და ერთად თვითგამორკვევის უფლება დგება პრიორიტეტული ხდება მაშინ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ტერიტორიულ მთლიანობის უფლებაზე, თუ ადგილი აქვს საერთაშორისო ასე ვთქვათ სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულებს, მათ შორის ომის დანაშაულებს. და საქართველოში პირიქით მოხდა, ანუ ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ვართ ჩვენ, ყველა აბსოლუტურად ჰააგაში, სტრასბურგში, ზოგადად ყველა საერთაშორისო არენაზე აღიარებული იქნა ქართული სიმართლე და ეხა ივანიშვილი და მისი ბანდის წევრები გამოდიან და საქმე გვაქვს აი ამ მართლა მოღალატეობრივ აქტთან, როდესაც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, იმიტომ რომ გასაგებია რომ შეიძლება რაღაც ნაწილი დაჰიპნოზებული ყავდეთ საზოგადოების და მათ არ ესმოდეთ და ვერ ხვდებოდნენ რას ნიშნავს, როდესაც კონკრეტულ ეხა ჯერ ერთი სისხლის სამართლის თუნდაც დანაშაულებზე საუბრობს, ხო? კობახიძე რომ ამბობს, რომ კონკრეტული შემთხვევები იყო დანაშაულებრივი წინა ხელისუფლების დროს, ეს არის ერთი სივრცე, როდესაც საუბრობთ რა კონკრეტულ გადასტოვებზე, დანაშაულებზე, რომელიც კონკრეტულ საჯარო მოხელეებს შეიძლება ჩაედინათ და მეორე არის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დანაშაული, ეთნიკური წმენდა ან საომარი მოქმედებების დაწყება, რაც იწვევს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შელახვას. ამიტომაც ძალიან მარტივად გვაქვს საქმე, ეს ხალხი ჟონგლიორობს სპეციალურად, მანიპულირებს სპეციალურად ძალიან მძიმე ფაქტებით. ოღონდ ეს ეხა ისეთ მარტივ საშინაო და უინტერესო საკითხებს აქვე მინდა ვთქვა, ძალიან სენსიტიური საკითხებით მანიპულირებს, მათ შორის საშინაო და საგარეო ვთქვათ როლს ხედავთ ამ განცხადებების, რასაც ისინი აკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ როგორი ახტაცება აქვს კრემლს რუსეთის საგარეო უწყებას და ასე შემდეგ პერიოდულად მათი გამოხმაურებები ვრცელდება ხოლმე. ჩვენ ამას უკვე ძალიან ბევრი წელია თვალს ვადევნებთ, ანუ როგორი ასე ვთქვათ როგორ ახტაცებას იწვევს ხო რუსებში კონკრეტულად მორიგჯერ აი უკვე რამდენი წელია ხო 17 დადასტურება ვთქვათ და საუბარი იმაზე ოცნების მხრიდან რომ ომი აქვს დაწყებული ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილს და წინა რეჟიმს და ასე შემდეგ როგორც აფასებენ ხოლმე სააკაშვილის ხელისუფლებას. აი ეხლა 2025 წელი არის კალენდარზე, ეს რიტორიკა კიდევ უფრო დამძიმებული არის, ხო? აი თუ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრს ქონდა გამოქვეყნებული, აი წინა წლებში რაზე საუბრობდნენ და ეხა უკვე როგორი ფოკუსი არის კონკრეტულად სააკაშვილზე, მოდი ესე ვთქვათ და ჩვენ ასევე ვიცით რა ტიპის სამუშაო ჩაატარა წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ. აი ხედავთ რაღაც ახალ ძალას ამ მიმართულებით, ახალ მიზანს, რომელიც ამ პროცესით არის დასახული? 2018 წლამდეც კეთდებოდა განცხადებები, 2018 წელსაც კეთდებოდა განცხადებები, თუმცა არსებობდა მაგალითად სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც აბსოლუტურად სხვა აქცენტებს აკეთებს 2018 წელს თუნდაც ირაკლი კობახიძე და ეხლა აკეთებს სხვა აქცენტს და ამას თვითონ ხსნის კობახიძე იმით, რომ მაშინ Deep State-ის აგენტურით ვიყავით გაძეძგილებიო და ზოგადად ამაზე ივანიშვილი 29 წელს საუბრობდა, ანუ ის აქამდე ერიდებოდა, მან პირდაპირ თქვა ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც დასავლეთის მხრიდან გამოიწვევდა შეშფოთებას. ანუ მას არ სურდა ბოლომდე დასავლეთისგან საქართველოს მოწყვეტა, იმიტომ რომ ეს იყო მისთვის თანმიმდევრული პროცესი, როდესაც უნდა გაებზარა უფრო მეტად საზოგადოება, ეწარმოებინა ანტიდასავლური რიტორიკა, უფრო მეტად უნდა დაესუსტებინა სახელმწიფო ინსტიტუციები, ბოლომდე უნდა მიეტაცებინა წმენდა განეხორციელებინა ამ სამჯარო ინსტიტუციებში და ამიტომაც ვიძახით, რომ ჩვენ ახლა განსხვავებული მოდელის ქვეყანა ვართ. გასაგებია რომ ივანიშვილი იყო მაშინ ხელისუფლებაში, მაგრამ იყო ცოცავი ავტორიტარიზმი და ახლა ეს კაცი დაფიქრდა და მიხვდა, რომ მისთვის ხელსაყრელი გარემოა, რომ საბოლოო დიქტატურა დაამყაროს. თან ასეთი ინსტრუქცია მიიღო კრემლისგან. ამიტომ ეხანდელი განცხადებები არა მხოლოდ საშიში გახლავთ, არა მხოლოდ რაღაც აღმაშფოთებელი გახლავთ და ვიღაცას აღაფრთოვანებს და ვიღაცას აღაშფოთებს. არამედ არის კიდევ ერთხელ რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამომთხრელი, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა სინამდვილეში დგას იმაზე, რომ საქართველოს გამართლა სტრასბურგში და ჰააგაში და მანამდე გამართლა ევროპის შესაბამისი და საერთაშორისო შესაბამისი ინსტიტუციების დადგენილებებით, სადაც რუსეთი იქნა აღიარებული ოკუპანტად და მთლიანად დაეკისა პასუხისმგებლობა რუსეთს.
მანიპულირებს, რითაც მანიპულირებს ეს ხალხი. მათ შორის ევროსაბჭოს აი ისტორიული რეზოლუცია. ამაზე მინდა ხაზგასმა მოვახდინო, იმიტომ რომ ხალხს ატყუებენ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ტყუილი, რასაც იყენებენ, რომ თითქოს და ოდესმე ნაციონალურ მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმაღლესი მთავარსარდლის ქმედებები არის ქართული სახელმწიფოს ქმედებები. მით უმეტეს ლეგიტიმურად არჩეული უმაღლესი მთავარსარდლის ქმედებები. და ერთადერთი, ვინც ამაში ბრალდებენ ქართულ მხარეს და ქართულ სახელმწიფოს არიან სეპარატისტები, არიან რუსები, რომელთაც სისხლში აქვთ ხელი გასული ჩვენ ქართული ხალხის და ეთნოწმენდა აქვს ჩატარებული და ქოცები. მეტი არავინ არ აკეთებს ამას სოფლიოში და ეხლა რო დაუბრუნდეთ ისევ ამ საკითხს. ევროსაბჭოს რეზოლუცია ისტორიული პუნქტს გულისხმობთ, სადაც ესკალაციის საკითხია, ხო? დიახ, ხო, რა თქმა უნდა, ეს ხალხი რაც იცახს, რომ ომი დაიწყო, ეს აღიარესო და სინამდვილეში რაზე იყო იცი აქცენტი? ჯერ ეს იყო ისტორიული რეზოლუცია, რომლის გამოც რუსებმა აღსფოთებულებმა დატოვეს დარბაზი, ანუ ვიღაცას გონია ლოგიკურად აი საერთაშორისო სამართალს რო თავი დაანებო, რომ რუსებისთვის ხელსაყრელი რეზოლუცია მიიღეს, ანტიქართული რეზოლუცია მიიღეს და რუსები აღსფოთნენ და დატოვეს დარბაზი. ეს ვინმე შეერა და თან ძალიან მნიშვნელოვანია, მან პირველად ისტორიული რაღაც მოხდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომ ოკუპანტად იქნა სახელდებული რუსეთი, ასევე ეთნიკური წმენდის ჩატარებაში იქნა ის დადანაშაულებული, ომის ზოგადად დაწყებაში იქნა დადანაშაულებული და ერთადერთი პუნქტი, რომელზეც ესე ქოცები გამოკიდებულები არიან, გულისხმობდა რას, რომ ესკალაციის ახალი ეტაპი დაიწყო იმის შემდგომ, რაც ქართულმა მხარემ უპასუხა და დიახ, როდესაც ერთი მხარე იყო ჩართული სამხედრო მოქმედებაში და მხოლოდ ისინი ბომბავდნენ, მხოლოდ ისინი აღთენდნენ ეთნიკურ წმენდას და მხოლოდ ისინი უпроსტად იყვნენ ჩართული სხვა მოქმედებებში, რასაც ახორციელებდნენ და ქართული მხარე თავსაც არ იცავდა პროპორციულად. მაშინ რა თქმა უნდა, სხვა ეტაპზე იყო ესკალაცია და სხვა ეტაპზე გადავიდა, უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადავიდა ესკალაცია იმის შემდგომ, რაც ქართული მხარე ჩაერთო საქმეში და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეხლა ვაკეში, ვერაზე და მუხიანში კი არ არის მარტო საქართველოს მოქალაქე დასაცავი, ესე უხეშად რო თქვა ზუგდიდში. არამედ საქართველოს მოქალაქე უნდა დაიცვა თამარაშენშიც, ერედშიც და ეს გახლავთ არა რაღაც აი პოლიტიკურ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული და მემარჯვენე მემარცხენე შეხედულებებზე კი არ არის დამოკიდებული. დამოკიდებული არის იმაზე, ქვეყნის ხელისუფლება არის კაპიტულანტური თუ არ არის. მოვალეობა, პირველი ვალდებულება ხელისუფლების რომ დაიცვა საკუთარი მოქალაქე. მაშინდელი deep state-ის როლიც არ უნდა გამოგრჩეს, ხომ? გვახსოვს მუხად გვერდში რა აქცენტი ქონდა ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე. ირაკლი, ისე როგორი თემა არის ეს თქვენთვის? აი, რატომ გეკითხებით, იცით რომ ჩვენ ვიცით წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ომის თემაზე პროპაგანდირებამ რა ტიპის, ასე ვთქვათ, მოდი ესე ვთქვათ, წარმატება მოუტანა ქართულ ოცნებას გარკვეულ ჯგუფში და ეს ნამდვილად იყო საგრძნობი, ხო? სულ არ ვთვლი რომ ის ადამიანები დაჰიპნოზებულები არიან, ვისაც ომის შიში აქვს და აი ამ გზავნილზე თავისებურად რეაგირებდნენ. არა, ომის შიშის გამო დაჰიპნოზებულზე არ მესმის, ანუ თქვენ პროპაგანდას გულისხმობთ, ხო და არა ომის შიშის კი ბატონო, მაგრამ მე ანუ იმ ფაქტს უსვამ ხას, რომ იმოქმედათ ხო ბევრზე, ანუ ამის თქმა მინდა. და აი ამ საკითხებზე როგორ ფიქრობთ, აი აქცენტი მუდმივად მესმის აგვისტოს უმძიმესი დღეებია და კიდევ ერთხელ ამ საკითხის წამოწევაზე, აი რა შეგიძლიათ რომ თქვათ თქვენ კონკრეტულად, ანუ ეს თემა და აი კიდევ რო კომისიის საკითხი არის და რაღაცა მუდმივად ტრიალებს ეს ამბავი, აი აქ რა ტიპის მიზანს ზოგადად სირაქლემის პოზა პოლიტიკაში არასდროს არ გეხმარება, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის რა პრობლემაა. შეიძლება ახლა რაღაც ბევრი პრობლემა იყოს ქართულ თუნდაც ახლა კოცების გამო, თუნდაც საგანმანათლებლო კუთხით ახლა ხედავთ რა პრობლემაა, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართულ ხალხმა ხო კარგად იცის რა პრობლემაა და რა დღის ესრიგია, ხო? ახლა ის რომ რუსეთისგან როგორც ოკუპანტისგან საფრთხე არსებობს, ახლა ამაზე რომ არ ვიცი ახლა არ ვილაპარაკოთ, უბრალოდ არაადეკვატური იქნება, ხო? ბოლო 3 საუკუნის მანძილზე არსებობს ეს საფრთხე, მაგრამ მისი განეიტრალების ყველაზე ეფექტური გზა რა არის? ამაზე უნდა შევთანხმდეთ და როცა კოცები იძახიან რომ რუსებთან კაპიტულაცია თუ გამოაცხადეთ, სტრატეგიული პარტნიორობა თუ შეგვიჩერდა ამერიკასთან, თუ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ეს ჩვენთვის კარგი იქნება. პირიქით, ისტორია გვაჩვენებს, ჩვენივე ქვეყნის და სხვა ქვეყნების ისტორია გვაჩვენებს, რომ თუ დასავლური ესე ვთქვათ, ქოლგა არ გაქვს და პროტექცია არ გაქვს, რუსეთთან მარტო დარჩენილი ხარ აბსოლუტურად უმწეო მდგომარეობაში. ამიტომ ეს ის საკითხია, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. შეცდომა იყო, მე პირდაპირ გეტყვით, არსებობდა წინასაარჩევნოდ რაღაც შეცდომები, რომელზეც მე ღიად შემიძლია ეხა საუბარი და უფრო გულწრფელად, იმიტომ შემიძლია ამას ღიად საუბარი, რომ წინა პერიოდშიც ამას ვიძახდი მე შიგნით. კი, მახსოვს სხვათა შორის და ამიტომ იმიტომ რომ ამაზე ვამბობდი, რომ უნდა ვილაპარაკოთ ხო, იმიტომ რომ მე პირადად პოლიტიკაში მაგიტომ ვარ პოლიტიკაში, რომ რუსეთის ოკუპაციისგან და რუსეთის აგრესიისგან ჩვენ ქვეყანა გათავისუფლდეს და გავიმარჯვოთ, იმიტომ რომ მაგალითად ჩემი პირადი ისტორია უკავშირდება ერედს, რომელიც არის ოკუპანტებისგან ანუ უბრალოდ სოფელი, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი წინაპრები, გადაუარეს იმით რა ქვია, ტრაქტორით, გაასწორეს მიწასთან უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, წმინდა გიორგის ტაძარი, რომელშიც სადაც დასაფლავებულები იყვნენ ჩემი წინაპრები, პავლენიშვილები, არის დაზიანებული ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში, ყველა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს ქართული კვალი წაშალეს ამ მემკვიდრეობის ძეგლებზე და ჩემი დიახაც მიზანი ეროვნული ამოცანა მთავარი და პირადი ამოცანა არის, რომ იქ დავბრუნდე და იმისთვის, რომ იქ დავბრუნდეთ, რუსებთან კაპიტულაცია თუ გამოაცხადეთ, ამას ვერ ვიზამთ. იმიტომ რომ რუსებს ნამდვილად არ აინტერესებს კაპიტულაციას მას ის აღიქვამს სისუსტეთ და ბოლომდე აღასრულებს იმას, რაც უნდა. ყველა სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებას წაგართმევს, ეროვნულ ჩაგვრას განახორციელებს
ახორციელებს და საქართველოს ქართველების გარეშეც და ბევრ ეთნიკურ ნახს ჩაგიდებს კიდევ მარტო სამაჩაბლოში და აფხაზეთში კი არა, ყველა რეგიონში ჩაგიდებს უფრო მეტ ეთნოკონფლიქტის ნაღს. და ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი არის რა გზაზეც ვიდექით, იმ გზაზე უნდა გაგვეგზელებინა სიარული, ხო? მოლდოვის მაგალითი რომ მოვაქვს, მოლდოვაც არის რუსეთის ინტერესის სფეროში, მაგრამ მოლდოვაში რამე გადატრიალებას ჰქონდა ადგილი ან რამე სამხედრო კუთხით დაიძაბა, მიუხედავად იმისა, რომ მაია სანდუ არის ძალიან თანამდებური ევროპული ინტეგრაციის გზაზე და წარმატებებს აღწევს და წინ და წინ მიდის და მოლაპარაკებებსაც ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ჩვენ ადგილზე ძალიან დიდი პროცენტის ადამიანების განწყობა როგორია, ხო? მოლდოვის მოსახლეობის მათი დიდი ნაწილი არის სწორედ პრორუსი. არა, ეს იცით რა შეა გამომპირობად ჩვენ ახლა რეალობას უნდა გავუსწორო თვალი, ანუ ქვეყანაში წარმოიდგინეთ 3 საუკუნის მანძილზე ოკუპანტი იყო რუსეთი. რუსეთი მართავდა პოლიტიკურ ინსტიტუციებს, ყავდა ინფილტრირებული ყველა სივრცეში აგენტურა, ამიტომაც ის რომ ახლა ადამიანების ნაწილი არის დაჰიპნოზებული, პროპაგანდაში ჯერა და დაბნელებული. ძალიან დიდი ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში აღწევს ხოლმე წარმატებას ხანდახან რუსული პროპაგანდა. რუსეთი დგას პროპაგანდაზე, მთავარი ინსტრუმენტი, მთავარი იარაღი, მათი ტანკი კი არ არის, მათი მთავარი იარაღი არის მენტალური ომები, რომელსაც ისინი აწარმოებენ. ამიტომაც ჩვენ როცა გვაჩმორებენ თუ დავჩმორდით, გამოსავალი კი არ არის, რასაც ივანიშვილი გვეუბნება, რომ აი დაჩმორდით და გამოსავალია. გამოსავალი არის, რომ ჭკვიანურადაც, მაგრამ მათ შორის მორალურად სწორი პოზიციით მოვახდინოთ ამ ოკუპაციისგან საქართველოს ხსნა და აქვე მინდა რომ შევაჯამო გეოპოლიტიკური ფანჯარა ამის არსებობს. რუსეთის სამხედრო მანქანა არის ძალიან დასუსტებული. როცა ვსაუბრობ ჩვენ ამიერკავკასიაზე, არა მხოლოდ სირიაზე და ამიერკავკასიაზე, მოლდოვაზე, და ყველგან რუსეთი ნელ-ნელა ანუ ყველასთვის ცხადი ხდება, რომ დომინანტურ როლს რუსეთი აღარ აქვს იმის ფინანსური სამხედრო შესაძლებლობები, რომ ასეთი დომინანტური როლის თამაში გააგრძელოს. ამიტომაც არის რომ ამერიკა შემოვიდა უფრო აქტიურად ამიერკავკასიის რეგიონში და ყველა ეს პროექტი, ყველა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს პირველ რიგში ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ბუნებრივი მოკავშირეები ამერიკის, მთავარი მოკავშირეები ამერიკის, მათ შორის დასავლეთის და მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკური მოცემულობა იცვლება და რუსეთი და მისი ავტორიტარული მოკავშირეები მარცხდებიან ამ გლობალურ კონფლიქტში, ივანიშვილი ფსონს მარცხდებს რუსეთზე და ირანზე, მაგრამ ჩვენ კარგად დავფიქრდეთ ამ ჯერ ესეთი ამ დაპირისპირებული აქედან დასკვნა ეს გამოტანა არის შესაძლებელი, ხო, ამ ისტორიული შეთანხმებიდან, მათ შორის რომელიც გაფორმდა, ხო, ამაზე საუბრობ ირაკლი. ზანგეზურის ხო, მათ შორის, იმიტომ რომ დღეს სხვათა შორის ითქვა, რომ ტრამპმა შეძლო კონფლიქტის დასრულებაო იმ ძალისხმევის შედეგად, რომელიც არის გაწეული იგივე ოცნების ლიდერებს გულისხმობს, სხვათა შორის საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები იმ თვალსაზრისით, რომ როგორც ჩანს ფაშინიანმა და პუტინმა ილაპარაკეს ტელეფონით და პუტინი ეუბნება ფაშინიანს ასეთ რაღაცას, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში ის მზადყოფ ჩართვაზე, მზადყოფნას გამოხატავს, ხომ? და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ის აღნიშნავს იმ ნაბიჯების მნიშვნელობას, რომლებიც ერევანსა და ბაქოს შორის მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელსო. ეხლა აქ ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, ირაკლი, ჩვენ ვახსენეთ ომის პროპაგანდის რიტორიკა მთელი პერიოდის განმავლობაში და აი ეს საკითხი კონკრეტულად ეხლა რა პროცესებით შეიძლება განვითარდეს და ეხლა ვხედავთ პუტინი ფაშინიანს რას ეუბნება ამ დღევანდელი სატელეფონო საუბრიდან გამომდინარეც, აი რისთვის უნდა იყოს გამოყენებული. მათ შორის ხშირად გაკეთებულ აქცენტი, რომ ის ანგრევს ოცნების პროპაგანდას ამ მიმართულებით. და ასე შემდეგ, ხომ? აი თქვენი მხრიდან როგორ უყურებთ ამ საკითხს? აი როგორ უნდა მოხდეს ამის სწორად მიტანა მოქალაქემდე, მათ შორის იმ საფრთხეების განეიტრალების კუთხით? სწორად მიტანა უნდა მოხდეს ასე, რუსეთი 3 საუკუნის მანძილზე ამტკიცებდა პროპაგანდისტულად მათ შორის რა თქმა უნდა, რომ იყო მშვიდობის ყოფილი და გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა ამ რეგიონში იყო დამოუკიდებელი და დაკავშირებული რუსეთთან. თუმცა ის ქვეყნებიც კი, რომლებიც უფრო მეტად ლოიალურად იყვნენ განწყობილები რუსეთის მიმართ საუკუნეების მანძილზე ხომ ვიდრე თუნდაც საქართველოს, ის ქვეყნების და ის პოლიტიკური აქტორებიც მიხვდნენ, რომ სინამდვილეში რუსეთი არის არა სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტი, არამედ ჯერ ესეთი გადამგდები გახავთ და როცა საქმეზე მიდგება ხოლმე, როგორც წანესის ომში გადააგდო ერეკლე მეორე და გადააგდო მაშინდელი მოკავშირედ წოდებული საქართველოს, ისე გადააგდებს ყველას და ყველაფერს, იმიტომ რომ ერთადერთი ინტერესი რაც ამ ხალხს აქვს არის ის, რომ ტერიტორიები დაიმატონ და იქეური ქვეყნების, ასე ვთქვათ, ეროვნული სულისკვეთება, ეროვნული თვითშეგნება, ეროვნული იდენტობა მოკლან. და ეს ყველაფერი კავკასიელმა ერებმა უფრო კარგად გაათვალისწინებიერეს სამწუხაროდ ცოტა გვიან, მაგრამ ეხლა მაინც გაათვალისწინებიერეს. ამიტომაც მიხვდნენ, რომ ამ რეგიონში თუნდაც რუსეთი და პუტინი კი ვერ იქნება მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი, არამედ დონალდ ტრამპი. რატო არის რომ თეთრ სახში გაფორმდა ეს შეთანხმება და არ გაფორმდა კრემლში და რუსეთში, იმიტომ რომ რუსეთის თავი ეხლა იმიჯზე როცა საუბრობენ, ძალიან ხელაგებით საუბრობენ, რომ აი ტერორისტული აგრესია განახორციელა, გასაგებია რომ სანქცირებულია, გასაგებია რომ თვითონ ფინანსთა მინისტრი გამოდის და იძახის რომ 25000-ზე მეტი ტიპის სანქცია დაწესებული, რაც არ უნდა პარალელური
სანქციები, პარალელური იმპორტი არსებობდეს, ურთულესი გახავთ ეს ეკონომიკის რო გადალახოს და ყველაფერს რომ ამას თავი დავანებოთ, იმიჯის დაზიანება და რეპუტაციის დაზიანება და დომინანტის იმიჯის დაზიანება, რას ნიშნავს საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა. ამიტომაც არის რომ ამ ბოლო წლების მანძილზე ფინეთი, რომელიც რუსეთის შიშით, მათ შორის არ ხდებოდა ნატოს წევრი, გახდა ნატოს წევრი, შვედეთი, რომელიც არ ხდებოდა ასევე რუსეთის შიშით, გახდა ნატოს წევრი, მოლდოვა, რომელიც გარკვეულ გზაზე იყო, აი ფრთხილი, მათ შორის დსთ-დან არ გამოდიოდა და გამოსვლის პროცესი დაიწყო დსთ-დან და ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესში წინსვლა ჰქონდა და მათ შორის სომხეთის და აზერბაიჯანის კონფლიქტში მუდმივად ერთადერთ მომგვარებლად ჩანდა რუსეთი. ამ ხრივაც აყირავდა მდგომარეობა. სირიაში ორი ბაზა ჰქონდა, სირია თავარი წარმატება იყო პუტინის თითქოს და რომ იქ სირიაში რბილი ძალა ჰქონდა და ამით შუა აზიას და ცენტრალურ აზიას ფაქტობრივად წვლებოდა რუსეთის საცეცები. იქაც წააგო პუტინმა და ამ ყველაფერს როცა ვსაუბრობ, ეს არის რუსეთის როგორც დიდი იმპერიის ნგრევა. იმპერიალისტური ამბიციის გრევას უყურებდა და ამ დროს ჩვენ უნდა ვისარგებლოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ რითი უნდა ვისარგებლოთ? აი პირველ რიგში უნდა ისარგებლოთ თუ არა იმით, რომ სწორად აუხსნათ თითოეულ მოქალაქეს და თქვენი პოლიტიკა როგორ მოემსახურება. ეხა უკვე უფრო გასაგები გახდა რომ ეს რეგიონი რაღაც მშვიდობის ასე ვთქვათ სავანე უნდა იყოს, იმიტომ რომ 99 წლით ეს დერეფანი აიღო ამერიკამ და მას ტრამპის მარშრუტი ეწოდა და ასე შემდეგ, თუმცა რუსები არასდროს არ ისვენებენ და მაინც ძალიან საყურადღებო არის. ერთს ამბობს ის ფაშინიანთან და რასიზმს ეს გამოჩნდება, ცნობილია მათი ტყუილები, მაგრამ აი თქვენი მხრიდან ხომ არ უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გაწეული იმაზე, რომ მით უმეტეს ახლა ამხელა არგუმენტია, რაც მოხდა კავკასიაში იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ისეთი საფუძვლიანი გეგმა, რომ აი მაგალითად ახალი არჩევნების შემთხვევაში, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში თქვენ ჯგუფებს აქვთ ისეთი კარგი გეგმა, სტაბილური მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება თქვენი მხრიდან ყველა პარტნიორთან და არა მხოლოდ. ჯერ ესეთ უნდა იქნას გახსენებული ის, რომ სწორედ რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მეორე ეტაპზე, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით მეორე ვადის დროს იქნა აქცენტი გაკეთებული რაზე, რომ ჩვენ საერთოდ არ გვსურდა კონფლიქტი ქონოდა, ამიტომაც სამხრივად ავიღეთ ვალდებულება, რომ არ გავხსნიდით ცესხს და არ დავიწყებდით ხო სამხედრო მოქმედებებს და ამაზე ძალიან ღიად იქნა საუბარი, მათ შორის იყო კულტურულ და ხო ამაზე ეხაც არ ვუყურებ, თავი რა არის, იცით? ეს არის თქვენი სამუშაო არეალი, ამაზე საუბარს მიიჩნევთ, იმიტომ რომ ხო ყველა პოლიტიკური ჯერ არ დამთავრებია. ფაქტიურად ყველა დღეს უნდა იყოს მზადრობა და მოკლედ მით უმეტეს შემდეგ დღეს არის ახალი არჩევნების შანსი, ამიტომ ვკითხე. მე უფრო ვცლავ, არ ვცლადაც კი არ გქცევთ პასუხს, მაგრამ უნდა დაახლოებით რა კონტექსტში აღვიქვამთ ამ პროცესს, ხო? ანუ ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ არავისთან კონფლიქტს, არც კონფრონტაციას, ამის უბრალოდ არც სურვილი გვაქვს და არც საჭიროება არსებობს ამის. პირიქით, ჩვენი მთავარი ამოცანა რა გახლავთ? ის რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იყო მოცემული, რომელიც არის კანონის უზენაესობისთვის და ჩვენი ინსტიტუციების გაძლიერებისთვის აუცილებელი. ამას მოყვება ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორც არის, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კუთხით, ევროკავშირის და შუა აზიის მათ შორის ქვეყნების შეკავშირების კუთხით, ანაკლის იგივე ლაზიკის პროექტი, რომელიც მათ შორის ჩვენი მმართველობის დროს იყო დაპროექტებული. ანუ ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც დააკავშირებს აზიას და ევროკავშირს და იქნება მათ შორის სავაჭრო უსაფრთხოების კუთხით უფრო როლის გამზრდელი ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის იქნება წარმატების მიღწევი, მათ შორის მეგობარი აქტიც ითვალისწინებდა სავაჭრო უსაფრთხოების კუთხით ამერიკასთან ბევრად უფრო მაღალი დონის შეთანხმებას. ამიტომ როგორი ტიპის შეთანხმებას გაფორმდა ეხა სომხეთს, აზერბაიჯანს და ამერიკას შორის შეება, მათ შორის უშუალოდ ჩვენი და ამერიკის შეთანხმება გახდეს ასეთი, იმიტომ რომ ამას მეგობარი აქტი ითვალისწინებს. ანუ დასავლეთთან მეტი თანამშრომლობის და მეტი კოორდინაციის პირობებში უფრო მეტი სავაჭრო ეკონომიკური პოლიტიკური პროექტის განხორციელებაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი რეცეპტი გახავთ, იმიტომ რომ რუსეთი არის ნგრევის, ეთნოწმენდის, ყოლელობის რეცეპტი, დასავლეთი არის კეთილდღეობის და მშვიდობის რეცეპტი. ეს არის ისტორიული ჭეშმარიტება და ვერავინ ვერ შეცვლის ამ ყველაფერს. დიდი მადლობა ირაკლი, დაგემშვიდობები. ირაკლი ფავლენიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში, ის როგორც ცნობილია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს.